Zavata mamisata dadisa da sunset minisata. Ჩვენ ბოლოს შეხვედრით ვისაუბრეთ იმ პირისადმი მოსულ ესე იგი მოსასმენათა ძიმე, მაგრამ არსებითად და მნიშვნელოვან ეპიზოდს აბრამის ცხოვრებიდან, როდესაც უფალმა მას მოუწოდა, რომ შემოიჭრა თავისი ვაჟი ისააკი, აღთქმისშვილი და ღვთისმშობლობით ეს დამთავრდა ეს გამოცდა კეთილად ყველასათვის და უფალმა უთხრა ამაზე აბრაამს, რომ ჩემი თავი დავიფიცე, ამბობს უფალი, რადგან შეასრულე ეს სიტყვა და არ დაინანე შენი საყვარელი ძე ჩემთვის. არ დაინანე შენი საყვარელი ძე ჩემთვის. ჩემთვის უფალს უნდა ჩვენი ცხოვრების მეტი არაფერი. ჩვენი სასუფეველში შემოყვანის არაფერი. ღვთისნება ეს არის, მაგრამ ამისთვის უნდა აღდგეს ერთობა ადამიანს და ღმერთს შორის. ერთობა რომ ადამიანი დაარღვე თავის თვითნებობით, ღვთისნებით დაარღვევით და ეს გრძელდება საყვარს მანძილზე. მაგრამ უფალი ზრუნავს ჩვენი დაბრუნებისათვის. უფალი ზრუნავს იმ ერთობის აღდგენისათვის, იმ ჰარმონიისათვის, რომელიც დასაბამიდან იყო მოცემული ადამიანისთვის. და ის იყო მოწოდებული. ეს ჰარმონია შენარჩუნებინა. და აიდომ მოვლენ რომ კაცთვის შეუძლებელია, მაგრამ ხსნელს მოუვლენდა. ხსნელს თილკაცობრებისათვის. და ეს აღთქმა დაიდო ადამთან ჯერ 60 დაცემის შემდეგ ნოესთან იყო აღთქმა და აბრაამთან ეს აღთქმა დადებულია თავიდან, როდესაც უფალმა მოუწოდა მას მისაღლი ხარანიდან რომ წარმოშველიყო ახთო ქვეყანაში, უცნობი აბრაამის ქვეყანა იყო, დასახლება წარმართებით სხვადასხვა ტომის, ქანანელებს როგორც უწოდებენ, ფილისტიმელები იყვნენ და უფალი აუწევს აბრაამს, რომ გაამროვოს მას და მისი წიაღიდან გამოვა ხსნელი სოფლისა. და იკურთხება ყოველი ტომი ქვეყანისა, იკურთხება ღვთის სიტყვით, ჭეშმარიტებით, მადლით. და მაგრამ ამისათვის რაღაცა მსხვერპლი უნდა შეიწიროს. პირველ მსხვერპლი შეწიროდაც მამის ახალი დატოვა და რწმენით წამოვიდა იმ ქვეყანაში, უფალმა მას რომშიც მოუწოდა და რომელშიც უფალი იყო აბრაამთან. თუმცა შევიდა ამ ქვეყანაში, გახსოვთ ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, რომ პირველი იყო ღვთის სიტყვა ისმინა, შეასრულეს სიტყვა და შემდეგ გამოუჩინა მას ღმერთი, ანუ ეჩვენა და გამოუჩინა ღმერთს მერე უფრო მეტად შეიცნო ღმერთი მისი მოქმედებებით სახით უწოდა მას, ანუ არსებითად უფრო მეტად შეიცნო. ეს არის საფეხურები ადამიანის ღმერთთან დაახლოებისა და მისვლისა და ეხლა ეს რწმენად გამოიცადა. შენ გწამს რომ ღმერთი რასაც ამბობს, სასკეთოდ გეუბნება ყველაფერს. ეს ერთი, მეორე შენიცი აღთქმა არის დადებული ხსნელი გამოუშინე წიაღიდან და ვინ არის ეს ისააკი, თუ ისააკი უნდა შეიწიროს კაცობის ხსნისათვის მზად არის. ანუ სრული ნდობა უფლის მიმართ. უფალმა მოუწოდა და აბრაამი ეთანხმება. ამიტომ უფალი რომ ჩემთვისო, ანუ უფალს ყველაფერი უფლის არის, მისის არის, მაგრამ რომ ეს სიხარული ღვთისაოცა მის ქმნილება მასთან ერთობაში რჩება. და უდიდეს და უძიმეს განსასრულში მაინც უფალთან ერთობაში არის.
ეს უფლისათვის შეწირული მსხვერპლი არის. ჩვენი მოთმინება იქნება, მტრის პატიება, შენდობა იქნება თუ სხვა მოქმედება, თუმცა ჩვენ ენებას უკავშირებს ღვთისნებასთან, როგორც უფალი გვაკურთხებს, ისე ვაკეთებ და როგორც მემნებავს. და აი ამას და უფალი უბნება კურთხე დაკურთხე შენ და გაამრავლებით გაგამრავლებ შენ თეს როგორც ის ვარსკვლავებს და როგორც ქვიშას ზღვის ნაპირზე და დაიმკვიდრებ შენ თესლი მოწინავეთა ქალაქებსო. ეკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყველა ხალხი იმის სანაცვლოდ რომ შეისმე ჩემი ხმისა. აი რა ხარ შენ ყველაზე ძირფასად შენ ქონდა უძირფასეს უფალს მისი მოტოდებით შესაბამისად სათახარო შეწირვა ეს უძირფასეს შენთვის. აი ამიტომ შენ როგორც ნიმუში ჭეშმარიტ რწმენით უფალთან ერთობაში ყოფნისა, ამიტომ შენი წიაღიდან მოვა ის, რომელსაც იკურთხება ყოველდღიური ქვეყანისა, შენი თესლისგანო. და როგორც განმარტავენ, ეს თესლი იქნება. იქ მოდგმაში აბრაამის და იაკობის და ასე შემდეგ, როგორც გენეალოგია ჩვენ გვაუწყებს, იქ ცხადდება უფალი გამოდგმაში. და ყოველი ტომის მოხდება განათლება ტომის უფალთან მიახლოება. აი ეს უდესი მისია დაივალა და ყველა ტომში იქნებითო, გამრავლდებით და ყველგან. და ასეც არის. ჩვენ ვიცით რომ აი ესეთი რაოდენობის გამრავლება ერთია, მაგრამ როდესაც ეს განთესვა მთელ სოფლიოში ხდება, ყველა ერში, ყველა ქვეყანაში, ისე რომ რაღაცა საწყისით აქ არის. თავარი იყოს, რომ ჭეშმარიტი რწმენა იყოს. ისეთი, როგორც აბრაამს ჰქონდა. აი ამ რწმენის გამრავლება, დანერგვა, დაღორცინება, ეს არის დიდი უდესი მისია და სწორედ ჩვენ ხედავთ, რომ ქრისტიანობა ჩვენ სოფლიოში გავრცელდა. არის სხვადასხვა რელიგიები, მაგრამ ისაც უშუალოდ ღვთისგან არის და ღვთის მიერ არის ამ ქვეყანაში გაცხადებული. ეს მხოლოდ ქრისტიანობა. არის მსოფლიო რელიგიები, სხვა რელიგიები, მაგრამ არიან ეთიკური ნიშით შეზღუდული, ან მისი წარმომავლობა უფლისგან არ არის. რაღაცა კერძო გამოცხადებებით არის და არა უშუალოდ ისეგან მოცემული. ამიტომაც უფალი ეუბნება, რომ იკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყველა ხალხი. იმის სანაცვლოდ რომ შეისმე ჩემი ხმისა. და დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან და ადგენდა მივიდნენ ერთად ფიცის ჭასთან და დაამკვიდრა აბრაამი ფიცის ჭასთან. გახსოვთ ჩვენ წინა საუბრისას, სანამ მოხდებოდა აბრაამის გამოსა ის მორიის თასზე, აი ამ შვილის აი საგეშეთურასთან დაკავშირებით, მანამდე უკვე იქ მასთან მოვიდნენ აბიმელექი და მისი ახლობელი პირები, მეფე მხარის გერარის მეფე და შეისწავლა აბრაამი ღვთისგარჩეულია, შეეშინდა ღვთისა და მივიდა შესარიგებლად აბრაამთან. რომ არაფერი ისეთი მე არ მავნო, მე ხომ მიგიღეო ყველანაირ პატივი გეციო და არ შემიწუხები ხარ და როდეს აბრაამმა უპასუხა, შენმა ხალხმა შემაწუხა მე რომ ჭამსაც მე ამოვიღებდი წყლის ქონდა მარაგი და სასმელი ამართვებდენო. შეწუხდა მაშინ ამბები, არ ვიცოდი ამ შესახებ და გახსოვთ მე გახსენეთ იმ ეპიზოდს და ფიცი დადეს იმ ჭასთან, როცა ახალი ამოთხელი იყო აბრაამის მიერ და მის ფიცის ჭა ეწოდა ევრო ბერშება. ანუ ქართულ ესე ვერსაბია, ვერსაბე. ფიცის ჭა. და აი აქ დაბრუნდა, რატო ეს უკვე მისი მიწა არის. უფალმა ხომ თქვა რომ მოგცემ შენ იმ მხარეს ქვეყანას
და აიწყება დამკვიდრება. მანამდე აბრაამი მწირია აღთქმულ ქვეყანაში. და ეხლა უკვე პირველი ასეთი ნაბიჯი გადაიდგა ფითის ჭასთან, თუმცა მან ეს მიიღო და შემდეგ ეს პროცესი გრძელდება. და იყო ამ ამბების შემდეგ შეატყობინეს აბრამს და უთხრეს, აჰა, უშვა მელქამაც ძეები ნაქორს, შენ ძმას. ხო, აი, ჩვენ ამას ეს დასაწყისში ვიხსენეთ, ვისაუბრეთ და ამას შეგახსენებთ, რომ ხო, თარას სამი ძე ყავდა, აბრაამი იყო და ეს ნაქორი და მესამე ძმა უფროსი ადრე გარდაიცვალა. და მიიღო ამბავი, რომ ნაქორსაც ეყოლა და მის ცოლი მელქა, ისიც მათი ახლონათესავი იყო და უშვა ძეები უშვა. აბრაამს ისააკი და ნაქორს სვა. მაგრამ ეხლა ხედავთ, რომ ჩამოთვალებს სახელის ეს პირმშოარი ოქსი, ბაოქსი და ისი ძმა და კამუელი, ასულოთა მამა. და ქასადი, იაზავი და ფელდასი და იუდა ბათუელი. აი ესე პატარა დეტალია, მიცემ ასულოთა მამა. ანუ ასურელების საწყისიც ისე იყო, აი თარას ერთი შვილი ესე არის მამამთავარი ასურელებისა. და ვიტყვით, რომ აბრაამიშვილი ისმაილი, რომ თაგარისგან იყოლა. ვთქვით, ის უდაბნოში გაიზარდებოდა, დედამისი ეგვიპტელი იყო და ეგვიპტიდან მოუყვანა ცოლი, ანუ უკვე სემის და ქამის ტომის ნარევია და აქედან მოდიან არაბები. ესე რომ ერთი ძირიდან მთელი ერები ჩდება. საოცარი პროცესი და ვიტყოდე დემოგრაფიულ და საინტერესო, ჩვენ ახლა ამ წიაღში აღარ შევალთ. იმიტომ ჩვენი მიზანი სხვა არის. და ბათუელმა შვა რებეკა. ეს არის ხო. და აი მელქამ მას უშვა ბათუელს კიდე ძეები და მათ შორის რებეკა გამოყოფილი ცალკე. რატო? იმიტომ რებეკა არის ის, რომელსაც მე აბრაამი ცოლად მოუყვანს ისააკს. ანუ ეს დაშორებული ეს უახლოეს ნათესავები, ისინი ძმები იყვნენ, მაგრამ უკვე აბრაამის შვილი ისააკი და მისი ძმის შვილიშვილი მე დაქორწინდებიან. აი აბრაამის შესაცხალო ამბავია, რომ მისი ძმაც მრავლდება და ეულად არ არის აბრაამი ქვეყანაზე. რაღაცა აქ ერთი საწყისი და ნათესაობა. და ბათუს კიდე თავისი ხო ნაქორს გადაცოლად როგორც თქვით თავის ახლობელი ნათესავი მილქა და ყავდა თავის ხარჭა და ხარჭამას მას უშვა შვილები. ანუ თუ კამუელისგან ასრულებოდიან, ინდანჩენ შვილებიდან პატარ-პატარა ტომები ჩნდებიან, ანუ ეთნიკურ მრავალფეროვნება ერთი ძირიდან თავს იჩენს. და შემდეგ ჩვენ საერთო ისტორია განიხილავს იმ პროცესს მიწასე დამკვიდრების აბრაამისა. სარა აშურს და 7 წლის იყო და გარდაიცვალა. და დადგა საკითხი მისი დაკრძალვის.
მაგრამ მიწა რომელიც უკვე აითვისა და სამუშაებლად აბრაამმა იქ ვერ დაგზავნავს, იქ სამეურნეო ადგილია და აიტომ მას სჭირდება ცალკე სასაფლაოშიც მიწის ნაკვეთი და მიმართავს იქ მოსახლეობას. და სარა გარდაიცვალა ქალაქ არბოგში, ანუ ქებრონია, ეხლა ეწოდება ქებრონი, ქალაქის ყარაში და მით აბრამი სარას საგლუოდა დასატირებლად. და წამოდგა აბრამი თავის მკვდრის განდა უთხაკეთის ძეებს და თქვა: წირიდა მოსული ვარ მე თქვენთან. ამიტომ მომეცით მე საფლავე საკუთრებად თქვენთან და დავასაფლავებ ჩემს მკვდარს მე. ანუ საკუთრებაში ითხოვს მიწას, რომ მერე ვინმე ის არის პატრონი ეს მიწისა, მე თქვას იცი რა მე მჭირდება და ეხლა გადაასვენ შენი მიცვალებს სადაც გინდა და ან პირიქით არ სატყობინებს და ასე გამოიყენებს ამ ადგილას თავისთვის. ამიტომ საკუთრებაში უნდა რომ არავინ არ შეეცილოს ამას. აბრაამი თორე ფიქრობს რომ მომავალში მასა დაჭირდება საფლავეს და მის მოდგმას მის შვილებს. აიტომ რადგან უფალმა აუთხა მას ეს მიწა ცოცხალთათვის და მიცვალებულთათვის არის. ერთი ქვეყანა იქნება. მაკავშირებელი ზეცა ქვეყანისა. და აი აბრაამი ითხოვს ამ მიწას და მიუღეს ქეთის ძეებმა აბრაამს უთხრეს: არა ბატონო, ისმენე ჩვენი. მეფე ხარ ღვთისგან ჩვენ შორისო და ჩვენს რჩეულ სამარხებში დაასაფლავე შენი მკვდარი, მაგრამ ჩვენგან არავინ დაგეჭერსო. თავის სამარხს შენ რომ დაასაფლავო შენი მკვდარი აქ. ხა მიწა არ ეთმობათ. და ამ ერთზე ახლა კი ეს დაგძალეთ ჩვენ გვაქვს სასაფლავები, იმათ ჩვენ შორის დაასაფლავეო, მაგრამ მერე არა. ერთი შემთხვევა დასაშვებია და ამ შემთხვევის მერე დაკანონება უკვე ნიშნავს რომ მათ მიწა არ იქნება და ან არ მისცემენ ამ მიწას. ეთო აბრაამი პრინციპულად ითხოვს რომ არა. მე ცალკე მინდა და ის იყოს საკუთრება ჩვენი, რომ არავინ არ შემეციოს იმ მიწაზე. აი ამას მერე აბრაამი ადგაბრალეთ თაყვანისცა იმ ქვეყნის ერს ქეთის ძეებს და ელაპარაკა მათ აბრაამი და უთხრა: თუნდა თქვენ სურს რომ დავასაფლავო ჩემი მკვდარი მე, ისე ჩემი და აგილაპარაკეთ ჩემ შესახებ ეფრონს სა არის ეს ეფრონი ერთ ნათესავია ამ ქეთის ძეებისა და იმას თალკე დაელაპარაკეთ რომ და მომცეს მე ორმაგი გამოქვაბული, რომელიც არის მისი და მდებარეობს მისი მიწის ნაკვეთში. ვერცხლად რაც ღირს მომცეს მე და თქვენ შორის საკუთრებად სამარხისათვისო. ორმაგი გამოქვაბული ნიშნავს რომ ორი შესასვლელი ჰქონდა, ესეთი გამჭოლი ადგილია. ესეც საიდუმლოდ მოცული არის, რომ ეს აერჩია ადგილი აბრაამმა და ამას ითხოვს. ნუ ეს ხდება რომ ისე გაჩუქებო იყოს, მაგრამ არა. ნუ გახსოვთ ფიცის ჭასთან გადაიხადა აბრაამმა ისაც ღირდა ის მიწის ნაკვეთი და კიდე 7 გრავი დაადგინა ცალკე და ეს რა არის და არის რომ ნიშნად იმის რომ ჩვენ აქ შევთანხმდით რომ შევიფიცოთ ამას გწირავ კიდე დამატებით გარდა თახათან ხა მაგრამ სამახსოვროდ რომ აი ეს იყოს ჩვენთვის
აქაც ჩვენ ხედავთ, რომ აბრაამი ითხოვს, რომ ეს იყოს მისი სამუდამოდ. ხოლო ეფრონი იჯდა ქეთის ზეებს შორის და მიუგო ეფრონ ქეთელმა აბრაამს და უთხრა ქეთის ზეთა და ქალაქში ყველა შემსვლელს გასაგონა და თქვა, ჩემთან იყავი ბატონო და ისმინე ჩემ მიწას და გამოქვაბულს, რომელიც არის მასში, შენ გაძლევ. ყველა ჩემი მოქალაქის წინაშე მოგეცი შენ და აშაფო შემდარი. და თაყვანის აბრაამმა იმ ქვეყნის ერის მიწას და ერის წინაშე და უთხრა ეფრონს იმ ქვეყნის ერის ყურადსაღებად. რადგან ჩემსკენ ხარ, ისმი ჩემი. ვერცხლი მიწისა აიღე ჩემგან და დავაშაფო ჩემს მკვდარს იქ. ანუ ნაჩუქარი არა. მე შევიცენ და ანუ ესეც აი სამართლის მომენტი არის. ნაჩუქარი მარტო მას ეკუთვნის. მის შთამომავლობას არა. და ნაყიდი თუ არის, ის მემკვიდრეობის გადაეცემა. მაგრამ აქ არის ორმაგია, თორე ერთია რომ ღვთისგან მოცემული გაქვს, მაგრამ ეს მოცემულობა უნდა დამტკიცეს აღიარებს ამ ქვეყანამ, ამიტომ ხდება საფასურის გადახდა, ანუ გარკვეული სხეულის შეწირვა, რომ ეს ჩემია და ნურამი შემეცილება ამაზე და ჩემს შთამომავლობასაც არის ეს მიწა. გადახდილი ნაყიდია, რომ მემკვიდრეობით გადაეცემა. ხო? აი ესე და ბოლოს ეფრონი თან ხდება მიიღოს საფასური ვერცხლისა და გახდა ეფრონის მიწა, რომელიც იყო ორმა გამოქვაბულში და რომელიც არის მამბრეს პირდაპირ მიწა და გამოქვაბული, რომელიც იყო მაშინ ყოველი ხე, რომელიც იყო ამ მიწაზე და რომელიც არის მისი საზღვრების გარშემო. აბრამის საკუთრები გახდა ქეთის ზეთა და ქალაქში ყველა შემსვლის წინაშე. ამის შემდეგ დაასაფლა აბრამმა სარა თავისი ცოლი იმიტის ორმა გამოქვაბულში, რომელიც არის მამბრეს წინ, ქებრონი, ქანანის ქვეყანა. და დაუმტკიცა ის მიწა გამოქვაბული, რომელიც იყო მასში აბრამს საკუთრებად საფლავისათვის ქედის ზეთაგანო. ანუ აი ეს მიწის დაკვეთი, მცირედი, როდესაც იქ აბიმელექთან მან დაისაკუთრა მიწა, იქ დათესა ყანა. ანუ მომთაბარეობრივი მდგომარეობიდან აბრამი გადაიქცა მემკვიდრეობას იცენს აქ ხორციელად. სრულიად მოცემული აქვს. ახლა ხორციელად ხდება და ყველა ამ შემთხვევაში აბრამს ცდილობს რომ დაიცვას სამართლიანობის პრინციპები და რომელსაც აღიარებენ ის წარმართები, რომელიც იქ ცხოვრობენ. აი ეს არის მნიშვნელოვანი აბრამი ღვთის წინაშეც და კაცსაწინაშეც ყოფნის არის მართალი. ეს არის ნიმუში და მაგალითი ჩვენთვის მოწინე ადამიანისა, რომ მასში უნდა მთლიანადაც ესა ქვეყანა ურთიერთობაში უფალთან და ურთიერთობაში ადამიანებთან. ღვთის წინაშე რწმენით და მორჩილებით და ადამიანთა წინაშე სამართლიანად და წყალობით. ამით დავუშვათ ჩვენ საუბარს და გიშნებით ღმერთთან დაგვაცოთ.